გამარჯობა მეგობრებო, სუპერესი, უსასწაულესი, ულამაზესი რანკინგია, უნდა ვირჩიოთ საქორწილო ყველაფერი. თითო დატრიალებიდან თითო რამ ავარჩიოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ქორწილის სტილი გვაქვს. ზღაპრული ქორწილი, აი ზღაპარივით ლამაზი უნდა იყოს. წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა პრინცესა ვარ და პრინცესულად უნდა ჩავიცვათ. აბა, თითო დატრიალებიდან თითო რამ ავარჩიოთ, მანამდე დაალაიქე და აუცილებლად წავიდა. ზღაპრული ამჯერად რა გვაქვს? მე მგონი ზღაპრული გვაქვს რესტორანი, შეხედეთ რა სილამაზეა. ძალიან ლამაზია. ამიტომ დანარჩენი ყველაფერი დავატრიალოთ. და წარმოვიდგინოთ, რომ ზღაპრული გვაქვს თანხა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თანხა დაგვჭირდება იმისათვის, რომ ზღაპრული ქორწილი გადავიხადოთ. დანარჩენი ყველაფერი დავატრიალოთ, ჯერ ზღაპრული კაბა არ ამოსულა. ამიტომ არ ვიცი ჯერ რომელი მომინდება. პრინცესებს ესეთი კაბები არ აცვიათ. ბოლოს ამომივა ისეთი, როგორც მე მინდა თუ არა, არ ვიცი. მოდი ტორტი დავტოვოთ, ცოტა ზღაპრულ სტილში. დავტოვოთ მეთქი და დავაჭირე. შემეშალა. კარგი, მოდი ეს იყოს ამჯერად, ეს ტორტი იყოს. დანარჩენი დავატრიალოთ. იყოს ეს ტორტი, ზღაპრული კაბა და ზღაპრული ფეხსაცმელი მინდა რომ იყოს. ჯერჯერობით არც ეს არის ძალიან ზღაპრული, მაგრამ მიმსგავსებული არის. არა, ტვინში სხვანაირი კაბა მიწის. ზღაპრული პერსონაჟისთვის სხვანაირი. მოდი ფეხსაცმელი დავტოვოთ და თვალები დავხუჭოთ, იმედია ის კაბა ამოგვივა, როგორიც მე მინდა ტვინში. ისევ ის ამოვიდა, თუ არ დავატრიალე. აბა ეხლა? კაი, არა უშავს. უკეთესიც ჯობდა, მაგრამ ამას არა უშავს. ბევრი ლაიქები და კომენტარები, მე აი ეს ფილტრი ძალიან მომწონს, მე მგონი ყველა გოგოს მოსწონს. დამილაიქე და გამოიწერე აუცილებლად და 500 ლაიკის მერე შემდეგი კომენტარი დაწერე, როგორი ქორწილი უნდა იყოს, რომ ავარჩიოთ აი ეს ყველაფერი სილამაზე.